დავიწყოთ 37-დან 0-ით. ის ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის კოორდინატი დროის განმავლობაში იცვლება კანონით. x-ი უდრის at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t, სადაც ab და ომეგა მუდმივებია. განსაზღვროთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილის სიჩქარის x გეგმით. ჩავწეროთ მოცემულობა. მოცემულია x-ი უდრის at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t. ab და ომეგა მუდმივებია. a კონსტანტა, b-ს კონსტანტა და ომეგას კონსტანტა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ რა კანონით იცვლება დროის განმავლობაში ნივთიერი წერტილის სიჩქარის vx გეგმით. ესე იგი უნდა ვიპოვოთ vxt. vxt უდრის არის ხაზი dx-ი შეფარდებული dd-სთან და უდრის x-ის წარმოებულს. რაც იმას ნიშნავს, რომ სიჩქარე არის კოორდინატის წარმოებული დროით. ესე იგი, კოორდინატი უნდა გავაწარმოოთ ჩვენ. წერთ vxt უდრის at კვადრატს პლუს b კოსინუს ომეგა t-ს წარმოებული. ეს უდრის a მუდმივი წევრია და გავაწარმოებულს გარეთ გამრავლებული. ხა t კვადრატი წარმოებული რას უდრის? გვაქვს წარმოებული ცხრილი და ასეთი რაღაცა. x ხარისხად ალფას წარმოებული ტოლია. ალფა ჯერ x ხარისხად ალფა მინუს 1. ალფას ადგილას ჩვენ გვაქვს ორიანი, x-ის ადგილას t. ესე იგი წერთ 2 ჯერ t ხარისხად 2 მინუს 1. 2 მინუს 1 1-ია და დაგვჭირდება t ხარისხად 1-იან ზაღადებზე. პლუს b-ც მუდმივია, ამიტომ წარმოებულს გარეთ გავა. b გამრავლებული. კოსინუს ომეგა t. კოსინუს ომეგა t არის კომპოზიციური ფუნქცია, სადაც ორი ფუნქცია გვაქვს მოცემული. ერთი გარე ფუნქცია კოსინუს ომეგა t და მეორე შიდა ფუნქცია ომეგა t. ასეთ შემთხვევაში გაწარმოება ხდება ჩაჭური პრინციპით, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერ ვაწარმოებთ გარე ფუნქციას და შემდეგ მას ვამრავლებთ უკვე შიდა ფუნქციის წარმოებულს. ანუ ვაწარმოებთ კოსინუს ომეგა t-ს, ამ კოსინუს ომეგა t-ს ვაწარმოებთ როგორც კოსინუს ალფას. კოსინუს ალფას წარმოებული ტოლი არის მინუს სინუს ალფას. ესე იგი, პირველ შემთხვევაში გარე ფუნქციას კოსინუს ომეგა t-ს ამ ფუნქციას ვაწარმოებთ როგორც კოსინუს ალფას. ეს იქნება b გამრავლებული მინუს სინუს ომეგა t-ზე და გამრავლებული უკვე შიდა ფუნქციის წარმოებულზე. შიდა ფუნქცია არის ომეგა t. ესე იგი ომეგა t-ს წარმოებულზე. ეს უდრის საბოლოოდ 2a-t-ს პლუს b ჯერ მინუს სინუს ომეგა t-ს ომეგა t გამრავლებული ომეგა t-ს წარმოებული. ომეგა t შემთხვევაში აი აქ ომეგა მუდმივი წევრია და წარმოებულს გარეთ გავა ომეგა t ხარისხად 1 ეგულისხმება. t ხარისხად 1 მინუს 1 0. ანუ t ხარისხად 0 1-ია და უნებრივია 1-იანს უკვე აღარ დავწერთ, რაზრი აღარ აქვს და დაგვჭირდება ეს 2a-t-ს მინუს b ომეგა სინუს ომეგა t. აი ასე დაგვჭირდება ეს ჩვენ. 38 ნომერი. x ღერძზე მოძრავი ნივთიერი წერტილის სიჩქარის გეგმილი კოორდინატზე დამოკიდებულია კანონით. vx-ი უდრის ax კუბს, a მეტია 0-ზე. რა არის a კოეფიციენტის ერთეულის სისტემაში? საწყის მომენტში ნივთიერი წერტილის კოორდინატია x0, x0 არ უდრის 0-ზე. განსაზღვრეთ რა დროში გახდება კოორდინატი 2x0. ჩავწეროთ პირველ რიგში მოცემულობა. მოცემულია vx-ი უდრის ax კუბს, სადაც a მეტია 0-ზე. პირველი შეკითხვიდან ვეძებთ a-ს კოეფიციენტის სისტემაში. მეორე შეკითხვიდან ვიცით, რომ t0 უდრის 0-ს. x1 ტოლია x0-ის, სადაც x0 არ უდრის 0-ს, ხოლო x2 ტოლი არის 2x0-ის. უნდა ვიპოვოთ t დრო.
პირველ შეკითხვიდან პირველ შეკითხვაში ვეძებთ C სისტემაში A-ს ერთეულს. Vx უდრის ax კუბიდან. განსაზღვროთ A უდრის Vx შეფარდებული x კუბთან. ეს უდრის Vx არის სიჩქარე და სიჩქარის ერთეული არის მეტრი შეფარდებული წამთან. x კუბი, x არის კოორდინატი და კოორდინატის ერთეული არის მეტრი, რადგან x კუბი წერია გვექნება მეტ კუბი. ეს უდრის მეტრი კუბთან შეგვიკვეცა და დავჭა 1 შეფარდებული 3 გამრავლებული მეტ კვადრატზე. ახლა გადავიდეთ მეორე შეკითხვაზე. Vx უდრის ax კუბს. Vx უდრის dx შეფარდებული ds-თან. აქედან გამომდინარეობს dt ტოლია dx შეფარდებული vx-თან. ესე იგი t უდრის ინტეგრალი x1-დან x2-მდე, მაგრამ უკვე პირობიდან ცნობილია მოცემულობიდან, რომ x1 უდრის x0-ს, ხოლო x2 უდრის 2x0-ს. ამიტომ წერთ x0-დან 2x0-მდე dx შეფარდებული vx-თან. ეს უდრის ინტეგრალი x0-დან 2x0-მდე dx შეფარდებული ax კუბთან. ეს უდრის a მუდმივი წევრია და ინტეგრალს გარეკავა 1 შეფარდებული a-სთან ინტეგრალი x0-დან 2x0-მდე x ხარისხად -3 dx. ანუ ax კუბი ჩვენ ავიტანეთ უკვე მრიცხვებში. ეს უდრის. ახლა რას უდრის x ხარისხად -3-ის ინტეგრალი. გვაქვს ასეთი ფორმულა: ინტეგრალი x ხარისხად α dx უდრის წილადის ხაზი x ხარისხად α პლუს 1 შეფარდებული α პლუს 1 და პლუს c. c არის ინტეგრების მუდმივა, რომელიც ყველა არასტაციონარული ინტეგრალისათვის უნდა მივიღოთ ჩვენ. უდრის. ახლა რას უდრის? ეს უდრის 1 შეფარდებული a-სთან შვილები x ხარისხად α მინუს x ხარისხად α პლუს 1, ხო? ჩვენ α-ს ადგილად ვიწერია -3, ამიტომ გვექნება წილადის ხაზი x ხარისხად -3 პლუს 1 შეფარდებული -3 პლუს 1. ჩასმა x0-დან 2x0-მდე ეს უდრის 1 შეფარდებული a-სთან ხსნათ ჩხილები -1/2 გამრავლებული x ხარისხად -2. ჩასმა x0-დან 2x0-მდე ეს უდრის -1 შეფარდებული 2 a-სთან გამრავლებული 1 შეფარდებული x კვადრატთან. ჩასმა x0-დან 2x0-მდე ეს უდრის -1 შეფარდებული 2 a-სთან გამრავლებული ჩავსვათ ახლა მნიშვნელობები 2x0 x კვადრატის ადგილას ჩავსვათ, ეს იქნება 1 შეფარდებული 4x0 კვადრატს მინუს 1 შეფარდებული x0-ის კვადრატთან. გაერთმშნელიანების და გადაქმნების შედეგად ვიღება, რომ 3 შეფარდებული 8x0 კვადრატი გამრავლებული 100. საბოლოო პასუხი მივიღეთ ეს ჩვენ.